წმინდა თეოდორე სტუდიელი მეხუთე კვირის ორშაბათს საღმრთო მოღვაწეობის, კეთილი შურისა და სათნოებებში წარმატების შესახებ. გვაკურთხე მამაო, ძმებო, მამებო და სულიერო შვილებო, ჩვეულებისამებრ ჩემი სიმდაბლისა გრილი და გამოუსადეგარი სიტყვის წარმოთქმას ვიწყებ, რადგან ის მოღვაწეობით კი არ არის გახურებული, არამედ მხურვალე სიყვარულისგანაა აღმოცენებული. თქვენ კი მისი ნაკლი შეავსეთ კეთილი საქმეებით და საღვთო ქცევით. გჯეროდეთ ჩემი, მრავალჯერ მithქვამს და ახლაც ვიტყვი, რომ ძრწოლა მიპყრობს და გაოცება, როცა ვიაზრებ ჩემს უღირსებას. თქვენს მამად ვიწოდები, არადა მხოლოდ თქვენი მოწაფის მოწაფედ წოდების ღირსი ვარ. თავად თქვენ ხართ ჩემი მამები, ძმები, მეგობრები და თქვენგან მაქვს მონიჭებული ჩემი ცხოვრების იმედი. თუმცა ასე შესაბრალისი ვარ, თქვენი წარმატების უკეთესის ბოძების სურვილით ვხარობ. ამიტომ ვაიძულებ თავს სიტყვის თქმისა, რომელსაც მშობლიური სიყვარულით გაუწყებთ. აჰა, კარგი დღეებია, შრომის დროა და წელიწადი ღვთის ძიებისა. ვინც ბრძენია, დაიცვას ეს ყველაფერი და გააცნობიეროს წყალობა უფლისა, რომელიც მომავალ საუკუნეში მოგველის. ნუ დავკარგავთ ნურც დღეს, ნურც დროს, საყვარელო ძმებო, არამედ ყოველთვის გქონდეს ძლიერი სურვილი კეთილის ქმნისა. თუ კი ვიხილავთ, რომ ვიღაც რომელიმე სათნოებას აღასრულებს, როგორიცაა დაყუდება, ღვთისმოშიშება, მორჩილება, სიმდაბლე, ან სხვა რაიმე საქებარი, დავიჭრათ მიმბაძველობის სურვილით, დავემონოთ მას და მისი თანამოაზრე ვიყოთ. ასე მტკიცდება სიყვარულის კავშირი და დაისადგურებს მშვიდობა. ნუ გადავიხრებით მოწინააღმდეგის მხარეს, დავეშუროთ, რომ მათი თავდასხმისაგან დავიხსნათ თავი. ნუ მივბაძავთ მათ, რათა მათმა სიხარბემ ჩვენც სიხარბისკენ არ გვიბიძგოს. მათმა ამაო საუბარმა ჩვენც ამაო საუბარიან მოგვასურვოს. არამედ როგორც ბრძენებმა და ღვთილგანსწავლულებმა საკუთარი თავი გამოვცადოთ და ურყევად დავიცვათ ჩვენი სარწმუნოების სიმტკიცე. რწმენის აფრა გავშალოთ და ძლიერად ვიაროთ ამ ცხოვრების ადიდებულ ზღვაში. როცა სიარულს დავიწყებთ, ბოროტისულები თავს დაგვესხმებიან. ესაა სხეულის აღძვრა, სამმაგი ღელვა ხორციელი ვნებებისა, მორევი უწესო სურვილებისა და სხვა დანარჩენი, რომელიც ზღვაში მყოფს შეემთხვევიან მსგავსად ავაზაკებისა. ესენი არიან ყოვლად ბოროტი ეშმაკები, უცოდინრობის კლდეები, სიბრმავით დაფარული ლოდები, ჩვენი სულებისთვის გამზადებული უჩინარი საფრთხეები, რომელთაც ძალუც წყლის ამოსხმა ნავიდან. ესაა ჩვენი არაღიარებული ცოდვები, რომელთა ამოხაპა მენავეებმა მრავალჯერ დაიზარეს, ძილს მიეცნენ, ამიტომაც ნავის წინამძღვართან და ნავთან ერთად უფსკრულში ჩაცვივდნენ. პატიოსანო ძმებო, ამ ყველაფრისგან დავიცვათ თავი და მორიდებით ვიაროთ ღვთის გზაზე. თავდაპირველად ვაღიაროთ ჩვენი გულის ზრახვები და ფიქრები, რათა სურვილის წყალმა ჩვენი სულები არ აავსოს და უკანასკნელმა უფსკრულმა უწესო საქმეებისა საწინასწარმეტყველოს ხმისებრ არ მოგვიძიოს. თქვენ მარტო ამოხაპეთ, ჩვენ კი ღვთის ძალითა და ლოცვით წარგმართავთ. მართალია ცოდვილები ვართ, მაგრამ თქვენ უზრუნველებს გაგხდით, ძმებს შორის გულმოდგინებას აღგიძრავთ სულიერი მოღვაწეობისა და ფიზიკური შრომის გამო. როგორც ვარსკვლავი ბრწყინავს ცაში და მრავალს გზას უნათებს, ასევე მონდომებული
და ღვთისმოშიში ადამიანი შეუსვენებლად იღწვის, არ იღიმის, არამედ მდუმარეა და ცასთან საუბრობს. ის დედამიწაზევე ანგელოზს ემსგავსება, საყდარზე მდგომი ქერუბიმივით ემონება უფალს და ყოველი დაბადებულის მეფეს. ღმერთი თავის სათნოებებს სხვებს უნაწილებს და სარგებელი მოაქვს სულიერი შრომის სურვილის გამოისობით. ის ბრწყინვალე მზეა და მანათობელი ოქრო, ძმების სისავსის გამათბობელი. ხოლო ვინ არის წყდიადით მოსილი, ვინ გავს ღამეს, თავის მსგავსთა დამაბნელებელი და მისი მიმბაძველი, ამპარტავნებით და სილაღით სიცილის აღმძვრელი, ცუდად მოფიქრალი, სიბილწის მოქმედი და თავხედი, ძვირის მოსურნე და არაწმინდა სურვილებს მიდევნებული. ის მსგავსია ზეციდან გადმოვარდნილი სატანისა, რომელიც ყველა ურჯულოების თავია. მოვალენი ვართ არ დავუჯეროთ უკეთურებს და არ მივბაძოთ მათ, არამედ კარგი და სათნო საქმეები ვაკეთოთ, როგორც შეშვენით წმინდანებს. შეხედეთ თქვენი შრომა როგორაა დროით შემოსაზღვრული, ხოლო მისაგებელი მარადიული. თქვენი უბედურება წამიერია, სიხარული კი საუკუნო. თქვენი მოწყენა წუთიერია, განცხრომა კი დაუსრულებელი. ერთი წუთიც და იქ გაიხარებთ, სადაც ადამიანები ხარობენ, სადაც გაქრა ტკივილი, მწუხარება და გლოვა, სადაც არ ტირიან. ნუ თუ ამაოდ იღწვით, ნუ თუ ამაოდ იტანჯებით, ნუ იქნება ასე. არამედ ბრძნულად, ამაღლებულად და საკვირველად, ღირსეულად და მოციქულთა და ანგელოზთა მსგავსად, ზეცისა და ღმერთისთვის სათნოდ იღვაწეთ. რადგან ამ სოფლიდან გამოხვედით და აქ მოხვედით, შეიარაღდით სულიწმიდის იარაღით, შეებრძოლეთ ამალექს, ამორეველებს, ქანაანელებს და სხვა უცხოტომელებს, რომლებიც არიან ჩვენი ვნებები, და გაცურეთ ამ სოფლის ზღვა ჩვენი მამის მოსეს წინამძღვრობით. გადალახეთ იორდანე განმანათლებელი და ნათლის მომცემელი წმინდა სქემით. დაიწყეთ განახლება და დამკვიდრება იმ ქვეყანაში, რომელიც გვიჩვენა თავისი აღთქმით ჩვენმა სამართლიანმა ღმერთმა. ქვეყანა, საიდანაც მოედინება რძე და თაფლი მარადიული ცხოვრებისა. იქ დაიდო აღთქმა, როდესაც ჩვილები ვიყავით, ხოლო ჩვენზე აღსრულდა სამართლიანად, რომლებიც მივუახლოვდით სრულ ასაკსა და საზომს ქრისტეს სისრულისა. ჩვენს დასაწყისად იქცა ჩვენი უფალი და ღმერთი, ის გახდა ჩვენი ხორცის და სისხლის მოზიარე, გახდა პირმშო ძმა, ჩვენი თავი და მღვდელმთავარი, მიმაახლებელი მამა ღმერთთან. ქრისტემ ჩვენმა ღმერთმა თავისი განკაცებით, ყოველ მხრივ სრულმა ღვთაებით და კაცებით მოსპო პირველქმნილი მტრობა, ურჩობითა და მოურიდებლობით მოწეული და გვიბოძა ყველაფერი, რაც ჩვენი ცხონებისთვის იყო საჭირო. ის ამაღლდა ზეცაში, მშვიდობა მოგმადლა და თქვა, ჩემს მშვიდობას მოგცემთ თქვენ. და ეს ყოველივე მხოლოდ მოციქულებს როდი მიანიჭა, თვით ცხოვრების მომცემელმა ღმერთმა ბრძანა. მარტო მათთვის როდი გევედრები, არამედ ყველასთვის, ვისაც ვწამვარ მათივე სიტყვით, რათა ყველანი ერთი იყვნენ, როგორც შენ მამაო ჩემში და მე შენში. და ეს ყოველივე მხოლოდ მოციქულებს როდი მიანიჭა, თვით ცხოვრების მომცემელმა ღმერთმა ბრძანა. მარტო მათთვის როდი გევედრები, არამედ ყველასთვის, ვისაც ვწამვარ მათივე სიტყვით, რათა ყველანი ერთი იყვნენ, როგორც შენ მამაო ჩემში და მე შენში. ჩემო პატიოსანო ძმებო, საჭიროა მოციქულის სიტყვისაებრ ვიღაღადოთ და ვთქვათ, რა განგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს, ჭირი თუ შევიწროება, შიმშილი თუ მახვილი,
დევნა თუ მწუხარება. კიდევ დავამატებ ამას, სხეულის სიყვარული თუ დამწველი ვნებები. ვერც დამწველმა, ვერც გამუდმებით მტანჯველმა ვნებამ, ანუ გონების სიტყვებით შეურაცხყოფამ, ძალაუფლების სიყვარულმა, საჭირო საქმეების სიმძიმემ, ტანსაცმლის უბრალოებამ, საჭმლის მოკლებამ, განცხრომამ და შვებამ ვერ განგვაშოროს უფლის სიყვარულს. ვერც მთელი ღამე ფსალმუნებამ ან სიფხიზლემ, ან დიდმა თუ მცირე მსახურებამ, სულსა თუ სხეულზე მოწეულმა განსაცდელმა, გინდ ვერანაირმა მწუხარებამ ვერ გაგვაშოროს მას. რადგან დაწერილია, შენთვის გხოცავენ ჩვენ გამუდმებით და გვთვლიან როგორც დასაკლავ ცხვრებს. გაიხარეთ ძმებო და გამხიარულდით, განცხრომას მიეცით და გააცნობიერეთ ჩვენი ღმერთის სიკეთე და კაცთმოყვარება. ჩვენ თვალწინაა ჩვენი ცხონება, ჩვენ წინაშია სიხარული, ჩვენს ფეხთანაა ჩვენი ნეტარება, გაღებულია კარი, გაიქეცით ამ კარისკენ და მიუახლოვდით მას. ვინღა იზარმაცებს ამ დროს, ვინ არ მოინდომებს, რომ როგორც წინ მდებარე საგანძურისთვის პირველმა მეორის ნაცვლად მიიტაცოს არა ხრწნადი და ამქვეყნიური, არამედ მარადიული და უკვდავი სიკეთე. შემინდეთ ღვთის მონებო, მეტისმეტად უგუნურად და არასწორად წარმოვთქვი პირველად ნათქვამი ეს სიტყვები, რომელსაც ამათგან არც ერთი მომიპოვებია გარდა თქვენი სიყვარულისა. თქვენ კი ღმერთმა წმინდანების ლოცვით მოგცეთ ყოველი, რათა სიკეთის ქმნისას წმიდები იყოთ, შრომის ჟამს სიმამაცე გამოავლინოთ, მოღვაწეობის გასავლელი მანძილი განასრულოთ და გამარჯვების გვირგვინი მოიპოვოთ გამოუთქმელ სიკეთესთან ერთად, რომლის მიღების ღირსებიც ვიქნებით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარებით, ახლაც და საუკუნოდ, რომლის დიდებაც მარადიულია. ამინ.